გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვით საქართველოს გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. ვარშავაში რეკორდულმა სიცხემ 38 გრადუსს მიაღწია, მაგრამ მე და ჩემი კოლეგები გიამბობთ საქართველოს მდგომარეობაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის პროექტის 20 წლის თავზე და მოქმედი ხელისუფლების მცდელობაზე ისარგებლოს დერეფნის პოტენციალით. ცენტრალურ აზიაში მორიგი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ირაკლი კობახიძე. ამჯერად ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. ბოლო 2 წლის მანძილზე კობახიძემ რეგიონის ყველა სახელმწიფო მოიარა და მისი განცხადებით ამ აზიური ვიზიტების მიზანია აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაახლოება და საქართველოს როგორც შუა დერეფნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება. შუა დერეფნის შესახებ ისაუბრა მოაკა ბოჭორიშვილმაც ხორვატიის დუბროვნიკში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე და აქცენტი გააკეთა საქართველოსთვის მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ვიზიტი ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ურთიერთობები დასავლეთ პარტნიორებთან მძიმე კრიზისს განიცდის და ფაქტობრივად შეჩერებულია. დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ ყალიბდება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, დღეს საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თავისი ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითით პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული პოლიტიკის მნიშვნელობაზე. აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი 90-იანი წლების ბოლოს ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობით და აბრეშუმის გზის განვითარებით დაიწყო. ამ პროექტების მიზანი იყო ევროპასა და აზიას შორის ტვირთმბრუნვის, მათ შორის ენერგომატარებლების გადაზიდვების ალტერნატიული მარშრუტის შექმნა, რაც საქართველოს გავლით განხორციელების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთს გავლენას აკარგვინებდა. ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს მეორე პრეზიდენტი, თავის მემუარებში უსიამოვნო სატელეფონო ზარს იხსენებს, რომელიც 1998 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ბორის ელცინის ინიციატივით შედგა. ვიცით, თქვენ დაინტერესებული ხართ კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებით დასავლეთის მიმართულებით. იცოდეთ, რომ ეს არ მოხდება საქართველოს გავლით. რატომ? იმიტომ, რომ ენერგომატარებლების ტრანსპორტირება მოხდება რუსეთის და არა საქართველოს ტერიტორიით. ამ ზარის წინა დღეს ედუარდ შევარდნაძის მანქანას რუსული ყუმბარ-მტყორსნიდან ესროლეს. ჯავშნიანმა მერსედესმა მაშინ პრეზიდენტი გადაარჩინა, მაგრამ მისი დაცვის 2 წევრი ადგილზე დაიღუპა. ეროვნებით ქართველი ტერორისტები რუსეთიდან შემოვიდნენ, თუმცა რა შეიძლებოდა ყოფილიყო შევარდნაძის თავდასხმის მიზეზი, ამაზე საუბარს ექსპერტები მხოლოდ წლების შემდეგ ცდილობენ. ხო ხა, მათ თქმა უნდა, ბოლომდე დეტალურად არავის გამოუძიებია შევარდნაძის მეორე ტერაქტი, მაგრამ როგორც ჩანს, სწორედ ნავთობსადენის მშენებლობა იყო მთავარი ამოტივირებელი ძალა, რამაც რუსები ამ გზით წაიყვანა და მაშინ შევარდნაძე მართლა სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. და გაახსოვთ ალბათ მაშინ რაც იყო რუსეთმა პირდაპირ მოაწყო თავისი აგენტურის ხელით ტერორისტული აქტი მაშინდელ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. სწორედ როგორც ბევრი ანალიტიკოსი ამბობდა მაშინაც, რომ სწორედ როგორც სასჯელი იმ ქმედებისთვის ამ პროექტის რეალიზაციისთვის. ეს ის დროა, როდესაც შიდა არეულობით თუ რუსეთთან ომით დასუსტებული საქართველო მსოფლიოში ცნობილია როგორც არ შემდგარი სახელმწიფო. თუმცა მოულოდნელად 1998 წელს შეერთებული შტატების და აზერბაიჯანის ინიციატივით საქართველოს შესთავაზეს 21 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტის ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის ნაწილი გამხდარიყო. ნავთობსადენს კასპიის და ცენტრალური აზიის ნავთობი მსოფლიო ბაზარზე უნდა გაეტანა. ეს იყო ისტორიაში პირველი პროექტი, რომელიც რეგიონში რუსეთის და ირანის ტერიტორიის გვერდის ავლით ხორციელდებოდა. ამიტომ წინააღმდეგობამ მალე იჩინა თავი. ამ ნავთობსადენმა შეცვალა ამ ადრეულ 90-იან წლებში დასავლეთის, ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებულება მთლიანად რეგიონის მიმართ. ნუ ასე საქართველოს და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთი იზოლირებული აღმოჩნდა ამ პროექტებისგან და საშუალება მოგვცა ამ ნავთობსადენმა და ამ ნავთობის საბადოებმა კასპიის ზღვაში, რომ საქართველო დასავლურ რუკაზე გამოგვეჩინა, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი.
და ამას ხადია მოყვა რუსეთისგან უკიდურესად უარყოფითი რეაქცია. წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოფიციალურად გახსნიდან 20 წელი სრულდება. პროექტმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი მსოფლიოში. თუმცა ნავთობსადენის საქართველოს გავლით მშენებლობა რუსული ჰიბრიდული ომის საბაბად იქცა. რუსეთის რეაქცია სტრატეგიული ინტერესების შელახვით იყო მოტივირებული და მწვავედ აისახებოდა იმ დროინდელ რუსულ მედიაში. წლების მანძილზე რუსი ჟურნალისტები და პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ ნავთობსადენს არ ჰქონდა პერსპექტივა, რომ არც ფული და არც ნავთობი ამ პროექტისთვის არ მოიძებნებოდა და რომ რუსეთი არ შეეგუებოდა მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე პროექტს. რუსული მედია კამპანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის წინააღმდეგ იყო ერთ-ერთი პირველი მძლავრი ჰიბრიდული ომის კომპონენტი, რომელიც ნაირგვარ სადეზინფორმაციო ხრიკებს მოიცავდა. ძალიან ბევრი პატარ-პატარა სამუშაო ოპერატიული მითები იყო მამნებლობის თვალსაზრისით, უშუალოდ ფოკუსით მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე, რომლის ასე ვთქვათ გვერდით გაივლიდა ეს, ხო, მათი დასახლებებში გაივლიდან მათთან ახლოს. ეს იყო მაგალითად გარემოს დაცვითი სერიოზული, ასე ვთქვათ, ჭყალებში მესიჯები, თითქოს და ეს დააზიანებდა ბუნებას, ეს გამოიწვევდა სერიოზულ პრობლემებს, მაგალითად წყლის რესურსებისთვის, გამოიწვევდა, ასე ვთქვათ, ჰაერის დაბინძურება, იმიტომ რომ ტყე უნდა გაჩეხილიყო და მათ შორის იყო აბსურდული იდეებიც კი, რომ რაღაცა გამოსხივებები არსებობს და ასე შემდეგ, რომელიც იმოქმედებდა ნაყოფზე, ამ შემთხვევაში გულისხმობ ორსული ქალებს. ესეთი პროკლამაციებიც კი ვნახეთ ჩვენ გაკრული იმისათვის, რომ განსაკუთრებით რეგიონებში საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, შეექმნა რაღაცა ფობიები, შიშები იმისთვის, რომ ისინი წინააღმდეგები ყოფილიყო. რომ დაადასტურა, რასაც ანალიტიკოსები ხშირად წერდნენ, რომ სინამდვილეში მოსკოვი ვერ ეგუებოდა ნავთობის ექსპორტზე მონოპოლიის დაკარგვას, რაც სატრანზიტო შემოსავლების გარდა კავკასიის რეგიონში მის გავლენასაც შეამცირებდა და საქართველოს დასავლეთთან დაახლოებდა. მილსადენი რუსებმა 2008 წლის ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე არაერთხელ დაბომბეს. აგვისტოს ომის დაწყებამდე 3 დღით ადრე თურქეთის ტერიტორიაზეც აფეთქდა მილსადენი. მაშინ ეს დაბრალდა ქურთებს, იმიტომ რომ სხვა ეჭვმიტანილი არ გამოჩნდა. გავიდა წლები და მე ითქვა, რომ კომპეტენტური დასავლურ სადაზვერვო წყაროების დაყრდნობით, რომ ქურთები არაფერში შუაში არიან. შემდგომში იყო რუსების მოწყობილი ოპერაცია და თანაც კიდევ უფრო საინტერესოა, ეს იყო არა ფიზიკური აფეთქება, არამედ პირველი კიბერშეტევა, რომელსაც გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანება. ანუ რაკნეს, რომ ამ უნაკვეთზე ორივე მხრიდან გაზარდეს წნევა და რაღაც მომენტში წევა მიაღწია ისეთ წერტილს, რომ მოხდა აფეთქება და მე დიდი ხანი მთელი ომის განმავლობაში გაგრძელდა ამ ნავთობსადენზე სარემონტო სამუშაოები. კასპიის ნავთობმა მაინც დაიწყო დენა რუსეთის გვერდისავლით. 1768 კილომეტრიანი მილსადენი იწყება აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალიდან და საქართველოს გავლით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანში სრულდება. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ოფიციალურად 2006 წლის ივლისში გაიხსნა. ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ბუნებრივია, ეს არის ალტერნატივა არსებულისა და სწორედ ართმევს შესაძლებლობას რუსეთს გამოიყენოს სავაჭრო გზებით, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღი კონკრეტული სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. საქართველოს, აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ემუქრება ერთადერთი ქვეყანა, ეს გახლავთ რუსეთი და ეს საფრთხე მომდინარეობდა მაშინაც მხოლოდ რუსეთიდან და ახლაც და რუსეთი მაშინაც ძალიან ფართედ იყენებდა ეკონომიკურ ბერკეტებს, ენერგეტიკულ ბერკეტებს, თავის სპეცსამსახურებს, პროპაგანდას, ისევე როგორც დღეს იყენებდა სწორედ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მაშინ საქართველოს ჩამოშლილმა ეკონომიკამ მკვეთრი 7%-იანი ზრდა დაიწყო. 20 წლის მანძილზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ამ ენერგეტიკულ დერეფანში 4 მილიარდმა ბარელმა ნავთობმა გაიარა. ასობით მილიონის ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში და ბოლოს აშენდა ბაქო-თბილისი ერზერუმის გასადენიც, რაც საქართველოსთვის ბუნებრივ აირთან ერთად სუვერენიტეტის მატებასაც ნიშნავდა. როგორია ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების პერსპექტივა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მზარდი პოტენციალის პირობებში და რა ადგილი ექნება აქ საქართველოს ვესაუბრებით შეერთებული შტატების საგარეო კვლევების ინსტიტუტის დელფის აფილირებულ კვლევარს გიორგი ოდოშაშვილს. გიორგი, მოგესალმებით. გვითხარით თუ შეიძლება რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების
მცდელობას განავითაროს ქვეყნის როლი შუა დერეფნის პირობებში, როდესაც ან ბუნებრივად ორმხრივ დერეფანს ერთი მხრიდან, ანუ დასავლეთის მხრიდან ფაქტობრივად შეჩერებული აქვს საერთოდ მოქმედება, იმიტომ რომ ცუდი ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებას თავის დასავლელ პარტნიორებთან. მადლობა რომ მომიწვიეთ. ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ არის ის, რომ სწორად აღნიშნეთ, რომ როგორც მონეტას, ასევე დერეფანს აქვს ორი მხარე. ანუ მხოლოდ აზიურ მხარესთან სიარული თუ შეთანხმებები, სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ახასიათებს აი ეს ცალკეულ პროცესებზე მიზიდულობის, მიტმასნების ძალიან კარგი თვისება, რაც იდეაში კარგია, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ჰოლისტურად დაინახავენ მოვლენებს, რაღაცას მათი აზიაში თუ ირანთან, ირანში ომია, შემდეგ ამას იყენებენ სათავისოდ. ძალიან რეალისტური ნარატივია, რომელიც როგორც წესი დასავლურ ცივილიზაციას არ მოწონს ხოლმე და ეხლა ავხსნი, რასაც გულისხმობ. ანუ მხოლოდ აი თუ თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ ვიზიტები არის ბოლო რამდენიმე კვირა. იქამდე ეს ვიზიტები გრძელდებოდა ირანში ამერიკის და ისრაელის ძალების შეჭრამდე. ეს ძალიან ფართოდ და ღიად დადიოდნენ. ნუ ამას აქვს ორი პასუხი. პირველი ის, რომ წასასვლელი სხვაგან არსად აღარ არის და ეს არ არის პოლიტიკური განაცხადი, იმიტომ რომ მართლა აღარ არის წასასვლელი სხვაგან, ქვეყანა სრულ იზოლაციაში ვერ მოექცევა, ამიტომ თითქოს ეძებენ ხსნას, როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე აი ამ დერეფნების მიმართულებით აზიურ მხარესთან. ეხლა ბოდიში, უბრალოდ რომ დავაზუსტოთ, რა აზრი აქვს აზიაში სიარულს, გიორგი, როდესაც დასავლეთი ჩაკეტილია? ტრადიციულად, კონტექსტუალურად ყოფილი აბრეშუმის გზის პროექტი და თანამედროვე სარტყლისა და გზის ინიციატივა იყო უფრო მეტად აქტუალური საკითხი, როდესაც სანამ ეს ეგრეთ წოდებული ტრიპის ინიციატივა არ გამოჩნდებოდა, ხო? არ გულისხმობ ზანგეზურს, გულისხმობ ეს ტრამპის ინიციატივა აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგებასთან დაკავშირებით. როდესაც პირველი არის რასაც თქვენ ამბობთ ეს ჩაკეტილობის ამბავი, რომ საქართველოში ხო არ გაჩერდება და რაღაცა ურთიერთობა, თუმცა ეკონომისტებმა შეიძლება გითხრან, რომ რა ეკონომიკური ეგზისტენციალური საკითხები არის სხვა და რაღაცა ურთიერთობა, დიპლომატიური ურთიერთობა, კორელირდება, მაგრამ მაინც ინტერესებიდან გამომდინარეობს ხოლმე, მაგრამ მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტრამპის ინიციატივა, რომელსაც მე სკეპტიკურად არ უყურებ, არავინ არ უყურებს, რომელმაც პრაქტიკულად არ ვიცი ხა როგორ, მაგრამ დღეის მოცემულობით შეარიგა სომხეთი და აზერბაიჯანი და საქართველოს დაუკარგა ის პასიური დომინაცია, რაც აქამდე გეოპოლიტიკურ მიმართულებით ჰქონდა. ერთის მხრივ საუბარი იმაზე, რომ მე შენ გჭირდები და მეორეს მხრივ საუბარი იმაზე, რომ მე შენ არ მჭირდები, არის ტყუილი. და აი ეს თქვენი კითხვა, რაზეც საუბრობთ, რომ აი დასავლეთის მხარე არის, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით გაჩერებული, სწორედაც ქართული ოცნების ხელისუფლების გამო და იმ რაღაცა deep state-ის და რაღაცა უაზრობების, რომელზე კომენტარის გაკეთებას მე არ ვაპირებ გამო და აი მეორე ფრონტის საშიშროების რაღაცა უაზრო მიზეზების გამო გაჩნდა ეს ტრიპის ინიციატივა, ხო, რომელიც ნამდვილად ავნებს საქართველოს გეოპოლიტიკურ აი იმ კარტებს, რაც საქართველოს ხმებას ჰქონდა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ პირიქით ტრამპის ტრიპის ინიციატივა მისცემს ქართულ ოცნებას საშუალებას ისარგებლოს ამ დერეფნის პოტენციალით და რაღაცნაირად ეს თავისი ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციაც შეძლოს. პირიქით, ანუ ტრამპის ტრიპის ინიციატივამდე ქართულ ოცნებას ჰქონდა აი ეს სწორედ ეს პოლიტიკა, ხო? ანუ საქართველოს ვერ გააქრობს, საქართველოს გარეშე ევროპას ვერაფერი ვერ მიეწოდება და ასე შემდეგ, მაგრამ გაჩნდა ისტორიაში რაღაცნაირად ისეთი პოლიტიკური ეგზისტენციალური კავკასიის რეგიონში საკითხი, შერიგების საკითხი, როდესაც საქართველოს აი მაგას ვამბობ პასიური დომინაცია თითქოს და გაიწია გვერდზე. საქართველოს
იქნება ნაწილი აი ამ ტრიპის ინიციატივის, მაგრამ საქართველოს აღარ იქნება დომინირებული ნაწილი ამ საკითხში. ანუ პასუხი რაღაც ფართო სპექტრს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მას აღარ აქვს საქართველოს, ესე იგი აზრი აქვს ნამდვილად, უბრალოდ აქ უფრო მნიშვნელოვანი იქნება აი ეს სომხეთის და აზერბაიჯანის გამავალი ნაწილები, ხო, რაც აქამდე ომის გამო დაკეტილი იყო. ამიტომ დღეის მოცემულობით, რატოც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან აზიაში, პირველი შეიძლება ეს იყოს ეს რაღაცა connectivity დაკავშირებადობის საკითხები, მაგრამ კიდევ არ არის ეს მნიშვნელოვანი დღეის მოცემულობით, სამომავლოდ, თორე დღეის მოცემულობით მნიშვნელოვანია და მეორე ეს არის ალბათ აზიური ინვესტიციების მოზიდვა. დიახ, გეთანხმებით გიორგი, საქართველოს ვერ გაქრება მართლაც რუკიდან და გეოგრაფია, როგორც მისი სუსტი, ისე ძლიერი მხარეცაა, მაგრამ მაინც რის მიღწევაში შეძლებს ქართული ოცნება თუ მხოლოდ აზიაში ივლის? აზრი არა აქვს. აი სწორედ ამას ვამბობ, რომ აზრი, ანუ ეთი და ფორმულირება პასუხის იქნებოდა შემდეგი, რომ ნამდვილად ვეთანხმები იმ ნარატივს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი. დამეთანხმებით, ყველა ვთანხმდებით მაგაზე, ხო? ანუ იმის თქმა მინდა, რომ დასავლეთსაც აწყობს საქართველოზე გამავლობა რაღაცების, იმიტომ პირველი იაფია, მეორე და ბევრი მიზეზის გამო, ხო? მაგრამ დასავლეთმა შექმნა ალტერნატიული გზა, რომელსაც საქართველოს ხვალის მოცემულობით, დღევანდელი მოცემულობით ვერა აღარ იქნება მნიშვნელოვანი. და აი დღეის მოცემულობით, რასაც თქვენ მეუბნებით, ხო? აი რასაც თქვენ მეკითხებით, რომ რაღაცა დღეის და ანუ ალბათ უახლოესი 5 წლის მინიმუმ თუ საერთოდ აშენდა ეს ტრიპის ინიციატივა, დღეის მოცემულობით, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია. ახლა, როდესაც მეორე მხარეს ეძახი, რომ ცეცხლის გახსნა უნდა და მეორე ფრონტი უნდაო ჩემთან და ხალხის ხოცვა-ჟლეტვა უნდაო და მეორეს მხრივ რაღაც დაკავშირებადობაზე ლაპარაკობ, გზები ისტორიულად არასოდეს არ ყოფილა მხოლოდ გზები. აბრეშუმის გზიდან დაწყებულ ტრივიალური ნაწილი გზის დაკავშირებადობის, ეს პოლიტიკური ტერმინია, ეს დაკავშირებადობა, ხო, ინგლისურად connectivity. ანუ არის არა მარტო ეკონომიკური გამავლობა, არამედ კულტურის გაცვლა, პოლიტიკის გაცვლა და ასე შემდეგ, ხო? და ეხლა მეორე მხარეს ეძახო, რომ შენ ჩემთან ომი გინდა და ჩემი აოხრება გინდა და ასე შემდეგ და ბინძური პროპაგანდა უგორო და მეორეს მხრივ იარო აქეთ აზიაში და შუა აზიაში და ყირგიზეთში და ყაზახეთში და ნუ ჩემი აზრით ცოტა უხერხული რა არის გეტყვით. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ესე იგი ვექტორის ბოლოდროინდელი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი ჩამოდის თურმე საქართველოში. ანუ და აი კიდევ რომ დაუბრუნდეთ და რა? ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამ კითხვაზე და რომ ჩამოდის ყირგიზეთის იქნება ეს თუ ყაზახეთის და რა. პირდაპირ თქვა, ხო, ღარიბი ქვეყანა ვართ ყველანაირი დიმენსიით, ღარიბი ქვეყანა, რომელიც ეურჩება ყველას. ნუ 1-2-ის გარდა და ვისაც არ ეურჩება, ის უკვე რაღაცა ანტაგონისტური ნაწილია ცივილიზებული სამყაროსი, ხო? რუსეთის გულის. ვერანაირი ეკონომიკური შეთანხმება ვერ შედგება თუ არ არის ნდობა და ნდობას მარტო აზიური მხარე არ წვეთს დაკავშირებადობის კონტექსტში. დიდი მადლობა, ეს გახლავთ გიორგი ოდოშაშვილი, ამერიკული დელფის ინსტიტუტის აფილირებული მკვლევარი. დღეს ამით ვასრულებთ. დაელოდეთ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ქართულ პროგრამას ვარშავიდან ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა. უჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. ნახვამდის.